მე-18 საუკუნის მიწურული ძალაუფლებით დაბრმავებულმა მურთაზ ხანმა თუშების გაფრთხილება არ ისმინა. ფარს მას ვერ გასტეხო. ის მთებს დიდი ჯარითა და ზარბაზნებით მოადგა. თუშები კედლებში გამაგრდნენ. ხანმა ციხე ვერ აიღო და მისი აფეთქება განიზრახა. საარაღე ქვაბი მოატანინა და მეომრებს უბრძანა, შიგ თითო მასრა თოფის წამალი ჩაეყარათ. გავსებული ქვაბი მტერმა ციხის საძირკველთან მიიტანა. წამები რჩებოდა ყველაფრის დასასრულამდე. ამ დროს ჭარდაღზე კახოს თინა გამოჩნდა. მან ერბოიან დურგში მანდილი ამოავლო, ცეცხლი მოუკიდა და პირდაპირ დენთის ქვაბზე დაუშვა. საშინელმა გრუხუნუმა მთები შეაზანზარა. აფეთქება მტრის დიდი ნაწილი ამობუგა. თინამ ხმალი იშიშვლა. ჭარდახიდან პირდაპირ დაფეთებულ ურჯულოებს ეძგერა და მტრის რიგების დარბევა დაიწყო. მის უკან თუშები დაეშვნენ და მკვდარი კალოსავით გალეწეს. ხანისთვის წართმეული ზარბაზანი, როგორც მტრის დაჩოქების სიმბოლო, წლების მანძილზე სოფელ ჭეშოში ინახებოდა. კახოს თინა კი დარჩა ისტორიაში მებრძოლად, რომელმაც მურთაზ ხანის ამბიცია გაანადგურა.